ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერმა არჩეულმა გააკეთა კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე და თქვა რომ აუცილებელია გაჟღერდეს როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა და კარგი იქნება შესაბამის სამსახურს მიუმართოთ გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი. მოდით მოვისმინოთ ეს კომენტარი. ჩემთვის მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტები რა ეთქვიან და რა შეფასებას გააკეთებენ შესაბამისად პენიტენციური სისტემის კლინიკამ რაც არის ყველანაირი მომსახურება გაუწიოს პატიმარს თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება. როდესაც ხდება მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მე რო ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილ, მე მესმის რომ რაღაც პირადი ინფორმაციები არის და არა აქვს ამის უფლება, თუმცა იმისთვის რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე, ალბათ აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი თუ როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა. ნიკა მელიასთან დავიწყებ საუბარს. ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან მუდმივად გვესმის საუბრები, რომ იქ ლიმონათები, არ არის ნამდვილი შიმშილობა, დიეტა და ითხოვენ, რომ აუცილებელია გაჟღერდეს როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა და ვთქვათ უფრო მეტი გახდეს ცნობილი. ასევე იურისტები ამბობენ, რომ სააკაშვილის შიმშილობაზე პერსონალური ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეთ ოცნების იმ წევრებს, ვინც ამაზე საუბრობენ. თქვენი აზრით ეს რა ტიპის პროცესია და ელოდებით თუ არა რომ რამეს მოაყოლებენ აი ამ განცხადებებს, რომელსაც ვისმენთ ძალიან დიდი ხანი. დიდი მადლობა და მადლობა და გადავხადო ელენე ხოშტარიას იმ ყოველფრისთვის რასაც ის აკეთებს და ეს ყველაფერი არის ამ ქვეყნის მთავარი ინტერესი და უპირატესი ინტერესი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ამოძრავებს და არ იყვნენ და არ არიან და არ იქნებიან არასოდეს არც ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები და არც მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ აცნობიერებენ. იყო ელენე ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ ზოგადად მე არ ყოფილვარ მაგალითად და მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ ყოფილა ელენე წევრი, მაგრამ ციით იყო რა თქმა უნდა გასული 2016 წელს გულისხმობ, მაგრამ მე რას ვამბობ. ბევრი ადამიანი დღეს მორალური დილემის წინაშე დადგა. ბევრი ისეთი ადამიანები, რომლებიც არც კი იქნებიან ჩვენი გუნდის ხარდაჭერები და მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერები, ხო? აცნობიერებენ, რომ ვერთმა აქნას და ფატალურად რომ დასრულდეს ის პროცესი, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს, ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის გონია თქვენს ცალკე აღებული ერთი ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ ქვეყანაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უბრალოდ სახეზე აღარ იყოს. სიმართლე გითხრათ, თითქმის ვერ წარმომიდგენია ძალიან მცირე ჯგუფის გარდა ვის შეიძლება ეს უნდოდეს, თუნდაც ოცნების მხარდამჭერებსაც კი. მინდა მჯეროდეს ყოველ შემთხვევაში. ყველა ადამიანის, ყველა ნორმალური ადამიანი, ყველა ღირსეული საქართველოს მოქალაქის მხრიდან არის სოლიდარობა ადამიანური სოლიდარობა მოშემშილედ დაკავებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ. ერთადერთი რასაც თვალყურს ვადენოთ, დიახაც არიან ის ადამიანები, ანუ მუდმივად ვინც შეიმჩნევა ხოლმე ეჭვმიტანილები, usual suspects ადამიანები, ვინც მუდმივად ანთხოვენ გესლს ქართული ოცნების მხრიდან და გინდა არ გინდა გიჩნდება დიახაც ეჭვი ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ როდესაც ერთმანეთს ეჯიბრებიან და შეჯიბრებითობაოდ გამართული ვინ უფრო მაგრად გალანძღავს და ვინ უფრო მაგრად დააორგანიზებს აქციას მიხეილ სააკაშვილის ციხესთან და შეაგინებინებს საკუთარ პარტ-აქტივს, გიჩნდება განსხვავება რომ ამ ადამიანებს არ უნდათ რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ცოცხალი. დღითიდღე მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სულაც არ არის საჭირო რომ ექიმებთან გაიარო კონსულტაცია, რაც მე პირველად გავაკეთე, არ დაგიმალავთ პირველად, ავიღე ტელეფონი და უბრალოდ ვკითხე, რა შეიძლება, სადამდე შეიძლება მივიდეთ. ვკითხე. ხო, ძიმედ არის მართლა. მის პირად ექიმს კითხეთ თუ? არა, უბრალოდ კომპეტენტურ, ძალიან კვალიფიციურ ექიმებს რა შეიძლება გველოდეს მომდენო დღეებში. პასუხი მივიღე შემდეგი. დიახაც კოლაფსი, გარდაუვალი კოლაფსი და იმ პირობებში, რა პირობებში ხა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იმყოფება, როდესაც მისი შაქრის მდგომარეობა, ანუ თამაშობს, ხან აუვარდება, ხან დაუვარდება, რომ ჩავარდეს კომაში, აი ულტრათანამედროვე კლინიკაშიც რომ მოხერხდეს კომაში ჩავარდნის შემდეგ, ანუ კოლაფსის შემდეგ მისი გადაყვანა, ხო? მხოლოდ 20-30% არის ალბათობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს ან დარჩეს საღაზრზე. დიახაც, ანუ არ გახდეს ხეიბარი. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც წინაშე გავარდა. ეს არ მინდა რომ მოხდეს. პროცედურული პრობლემა გაქვთ რომ ის მოინახულოთ ციხეში? მე პირადად
დიახ. მე პირადად მაშინ რაც აღარა ვარ დეპუტატი. ხო, აი ეს ვიგულისხმე, არა მელოდება როგორც ვიზიტორ ციხეში და როგორც ეხა როგორც ვიზიტორ უბრალოდ არ მაქვს შესაძლებლობა იქ შევიდე. ციხეში არ მაქვს მონახულობის და საუბრის. ეხა შევიდოდი რა თქმა უნდა. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ ეს საფრთხე და ხვალინდელი აქცია სწორედ ამას ეძღვნება და გეგმები შევცვალეთ მე პირადად მეგობრებთან ერთად. ხო, რამდენჯერმე შეცვალეთ სხვათა შორის და მინდა ამაზეც საუბრობ, ჯერ თარიღი შეიცვალა, შემდეგ ბოიკოტის იდეა ტრანსფორმით და ასევე თბილისში აქცია და ეხლა რუსთავში. შევცვლით ბევრჯერ, იმიტომ რომ წინასწარ არ გვინდა ერთი კვირით ადრე მაგიდაზე ეხლა ლილუაშვილ ქართული ოცნების აუცილებლად სამსახურებს ედოთ თუ რას ვაკეთებთ ჩვენ. მაგრამ ამ შემთხვევაში გარდაუვალი აუცილებლობით იყო ნაკარნახების შესვლა და გვინდა მათ შორის ბოლო შანსიც გამოვიყენოთ. დავჭეთ თავიდან ბოლომდე კონსტრუქციულები ერთადერთი მოთხოვნით ხვალ ვიკრიბებით რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ისეთ რა მაკვირვებს ყოველთვის დიანა ვერ მალა უბრალოდ გაკვირვებას კარგი დაუშვათ ჭიქაში ტეხტ ქარიშხალს, რაც არ არის, მაგრამ დაუშვათ. დაუშვათ გაზვიადებულია ჩვენი წუხილი და ჩვენი შიშები და ფობიები. აი სალაპარაკო რო არ გახდეს. არც საერთაშორისო საზოგადოების ასეთი წარმომადგენელი, არც მედია, არც ოპოზიციონერები, არც ნაციონალური მოძრაობისა, სულ ეს სიმშვიდე რო კონდეს უამრავ ადამიანს, ხო? ყველაფერს თავიდან ამიტომ მხოლოდ უნდა გადაიყვანოს თუ უამრავი ადამიანის სიმშვიდისთვის არის მართლა იმას მეუბნება რომ იცით რა სამედიცინო სამოქალაქო დაწესებულებაში თუ გადავიყვანთ იქ მის უსაფრთხოებას ვერ დავიცავთო ნუ ეს ახლა აი მე მაქვს კითხვა ნიკა როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობთ არ ვიცი ზუსტად თქვენ გეკუთვნით თუ არა ეს ციტატა, მაგრამ მომისმენია რომ ჩვენ ფიზიკურად უნდა გამოვიყვანოთ ის საპატიმროდან. ასე დროს ხელისუფლების შიშები ფიზიკურად უნდა დავიხსნათ ჩვენ ის საპატიმროდან. აი ეს განცხადებაც ყოფილა. ფიქრობ თუ არა რომ ამას ეყრდნობა ხელისუფლების შიში? რა თქმა უნდა არა, ხა ემოციურ ფონზე ციხეში ვიყავი და მერწმუნეთ 50 და ფიზიკურად ვინმეს გამოხსნა? შეუძლებელი არის ეხა ეს გამორიცხული არის. ჯერ არცეთი საღად მოძრაული ადამიანი ამას არც გაიფიქრებს ეხა სოციალურში ვინ რა დაწერა ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ ხო ვერავინ. მაგრამ ის სურვილი რომ ადამიანი იყოს სანდო ხელში მოქცეული სამავტყოფოში, ეხლა ბევრ ადამიანს გვაქვს და ეს საფრთხე რომ გაღვივდა თავად ხელისუფლებამ მოახერხა საკუთარი ქმედებები, როდესაც არ ვიცი განგრძობა და პრაქტიკულად აქციებს მართავდა, ხო? გდანის ციხეზე როდესაც არის საუბარი, გდანის ციხის სამავტყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მართლაც არის დაკავშირებული ფიზიკურ უსაფრთხოებასთან და ხა მე პირადად თავი ნებისმიერ ნაციონალურ მოძრაობას ყავს განსხვავებული ამორჩეველი. განსხვავებული ამორჩეველი. კი ბატონო, თქვენ ამბობთ რომ ზოგის მე ბიზინა ივანიშვილზე მეტად ძულვარო. ყავს რადიკალური ნიკა პარალელურად ვაჩვენოთ პარლამენტის წინ შიმშილობენ და ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა ისე რომ ვთქვათ უხერხული კადრი არ იყოს, მაგრამ ვაჩვენოთ რა ხდება რვაშვილის დედა სოლიდარობას უცხადებს, როგორც მაწვდიან ინფორმაციას ელენე ხოშტარიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა გახდათ სუდად. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ახალი ამბების რედაქცია მაწვდის. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ელენე ხოშტარია იმ მდგომარეობაშია, რომ უწევს შიმშილობა სამწუხაროა რომ ქალბატონს უწევს შიმშილობა ნამდვილად ეს პროცესი რომ დასრულდა დაჩერება სწრაფად და რისეთ მომიდოდა დიანა იცით როდესაც ჩვენ ხედავთ აი მე პირადად დავავი დავარებოთ ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევას და ნებისმიერ სხვა მოქალაქეს რომელიც აპროტესტებს ბატონის სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნას ხო მე თვითონ მართლაც არა თუ ჯერა დარწმუნებული ვარ არაფერი კარგი მიხეილ სააკაშვილისთვის გდანის ციხის სამავტყოფოში ნამდვილად არ უნდათ რომ დამართონ ეს იქნება ფსიქოლოგიური ტერორი არის ხო 4 წლის განმავლობაში აქციებს რო უწყობდნენ ციხეს და პატიმარ ადამიანს მგონი არც არ მოხდა რომ მსგავსი რა მეტუმეტ ეს გდანის ციხის სამავტყოფოში გადაყვანა გულისხმობს ეხა ფიზიკურად იქ უბრალოდ ვერ მოხვდები აუცილებლად უნდა ჩაიარო ძალიან ბევრი საკანი და მე ხო ვიცი ეხა რამიზაცენა უნდა დაუდგან იქ ძალიან ბევრი პატიმარი დისკომფორტ ფსიქოლოგიურს ასევე მისი ვიზიტორებისთვის ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხეც დგას. ამიტომ ხვალინდელი აქცია ჩემის აზრით იქნება ყველაზე ხალხმრავალი, ჩემს აზრით არა ზუსტად გეუბნებით, ხალხმრავალი რაც კი გამართულა
რუსთავის ციხისთან ბევრად ხალხმრავალი, იქ იქნება კონკრეტული მოთხოვნები წამოყენებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვავიწყდეს ამ თავარი, რაც ხალხურმა ოცნებამ იკადრა 30 ოქტომბერს, ხო, ძალადობით მიიტაცა ის რაც მიიტაცა და ახლა გგონიათ რომ მიტაცებულ სავარძებში რახან სხედავ, მათ ყველაფრის უფლება აქვთ რომ იკადოს. სინამდვილეში ეს ჯერა რომ ასე არის, ეს არის რომ ხტალი უძლურება, იცით? ისინი არ არიან იმ პოზიციაში, რომ იყვნენ აი ესეთი თამამები თუნდაც აი დანაშაულებრივი ნაბიჯების გადადგმაში. სხვა გზაც არ აქვს. ნიკა, რა გეგმა გაქვთ რაზე საუბარით შეიძლება? რატომ იცით? სააკაშვილით ზოგადად აი ხვალ იწყებთ 5 საათზე საპროტესტო აქციას. რა ტიპის გეგმა გაქვთ? სააკაშვილი საპატიმროდან იწერება რომ რაღაც იყო რევოლუცია საარჩევნო უბნებთან, ახლა უნდა იყოს პოსტსაარჩევნო რევოლუცია, კონკრეტულ თარიღზე აკეთებს აქციებს და ასევე ჩამოსვლაზე ემიგრანტების იმ კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, როდესაც ხელისუფლება ცხადად და კრისტალურად ნათელია უკვე, რომ გეუბნება, რომ არჩევითი პროცესი აქ არ შედგება, როდესაც გესაუბრება, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია აღარ იქნება, დიახაც ყველა დასაშვები გზებით საზოგადოებამ, რომელმაც ნება გამოხატა, იბრძოლეს, რაც შეეძლოთ და ამ ყველაფრის და მიუხედავად რამდენ ოლქში 1-2%-იანი სხვაობის გარდა უბრალოდ ვერ გაზარდეს. ხო, წარმოგიდგენთ, რამხელ უპირატესობა იქნებოდა სხვა შემთხვევაში, არა? მე ვფიქრობ, რომ ხალხმა საზოგადოებამ დაინახოს აი ეს ცოცხალი ადამიანები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებში, მოედანზე, გამზირზე და პროტესტი იყოს ხურვალი. პროტესტი ხელისუფლებას ახალ არჩევნებს ჩაანიშნინებს კლინიკა. აი კლინიკაში გადაყვანა არის ყველაზე მცირე. რატომ დაიწყეთ აქედან? გასაგებია რომ თავარი არის მისი. არა, მე ვიღებ ინფორმაციას, მე არ მინდა რომ პროცესები გახდეს უმართავად პირდაპირ გეუბნებით. მე არ მინდა რომ უბრალოდ ჩვენ დაძახებას ეთერშიც აზრი აღარ გქონდეს, იმიტომ მე აღარ ვიქნები პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რომელიც შეიძლება უცბად როგორც ვულკანმა ისე იხეთქოს და იბუთქოს. არ მინდა, ხედავ ამ საფრთხეს, მინიმუმ საფრთხე ხო არის სერიოზული, ხომ? ეს საფრთხე მინდა გავანეიტრალო. და ეს უბრალოდ არ ნიშნავს, რომ მოპარული არჩევნები არ უნდა დააბრუნოს ხელისუფლება. ეს უბრალოდ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ იმ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც დღითიდღე იქმნება და არჩევნები დასრულებული არ იყო, რაზეც და რამეზეც თუ კი შესაძლებელია ფასები მომატებული არის. სული ძვება ხალხს უბრალოდ. და მე მეწუნეთ არ ვიკადრებ, ხა რამდენად დამიჯერებთ საზოგადოებას ვიმართავ, რა თქმა უნდა, მათი ნება, მაგრამ აი ქუთაისში, ზუგდიდში ეს დღეები, როდესაც ვესაუბრებ თბილისის კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს, ესე იგი, რამდენი ადამიანი პირადად გავიცანი, ვინც აი დიანა აი ზუგდიდში არ ამოდის ამ ახალგაზრდა ბიჭის აი მეტყველების აი ეს ხაზი, რომელიც დადგმული ცრემლებ მომდგარი თვალებზე რომ მიყვებოდა. მესამეჯერ რომ ადამიანიო შემოვიდა უბანზეო, უთხარიო რომ გეხოთ მესამეჯერ შემოდიხარო უკეო და უხერხულიო. და რატო თავიდანვე ჩვენ გქონდა დავალება, მიცემ რომ არ აყვეთ დაპირისპირებაში. კარუსელებს დაატრიალებენ, მაგრამ მაქსიმალურად არ აყვეთ დაპირისპირებაში, იმიტომ პირველივე შემთხვევაში გამოგაგდებენ, ხო? როდესაც უკვე მკვეთრად აპროტესტებდი, აი არც მეტი დასწრაგები პოლიციელები შემოდიოდნენ და გაძევებდნენ, უბრინდა და უბანით, რჩებოდა თავიდან ბოლომდე მოშიშრებული. და ამას გიყვება ტოტალურად უამრავი ადამიანი. ზუგდიდში მთელი ვანის ქართული ოცნება მაგალითად იყო და იმერეთის ნახევარი ქართული ოცნების პარტიული ორგანიზაცია ზუგდიდში. ატრიალეს კარუსელები რამდენიც დაახლოებით 66 ადამიანი კომისიის წევრი გამოგდებული ყავთ ზუგდიდში, იგივე მოხდა ქუთაისში, ბათუმში. ეს არ იყო არჩევნები, ცალკე მე აღარ ყვები, რასაც ადრულობდნენ ამ წამლის დარიგებას, აღარ ყვები. დღეს ყვებოდი თქვენ იმ ნარკოტიკების დარიგებაზე და კანონიერებით ქურდების ჩართულობაზე. ეს არ იყო არჩევნები. მე პირდაპირ გეუბნები, მე უნდა ახლა მოვიხსნა ეგრეთ წოდებული პეტრიჩკა, მაშინ ამ ყველაფერს მე თუ თავს დავუხრი, მე აღარ უნდა ვთქვა რომ მე ვარ პოლიტიკოსი. მე აღარ უნდა ვთქვა რომ მე პოლიტიკურ პროცესებში ვარ, როდესაც ვიცი ცხადად რა გააკეთეს და ამაზე ბოლომდე არ შეებრძოლები. და მე მგონია რომ საზოგადოებაში არასოდეს აყოფილა. მოთხოვნები ნიკა არის რაღაც ტიპის სხვადასხვა გამომდინარე ადამიანების ტემპერამენტიდან, რადიკალური ხარისხიდან. რა ამოცანა მე პირადად მოდით მოვყვეთ ახლა რა ამოცანა გაქვთ თქვენ და თქვენს პარტიას. მიხეილ სააკაშვილის
ჯანმრთელობა და სიცოცხლე და არის ეს მოცემულობა, არის გადასარჩენი, მეორე მხრივ არჩევნები და ჩვენ ყველა პროცედურას ვიცავთ. მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, მაგრამ გეტყვით პრაგმატულად ვდგამ ამ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ძალიან ჭიდრო ურთიერთობა კომუნიკაცია მაქვს ჩვენს ელჩებთან საქართველოში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და არა მხოლოდ, ხო? და ყველა აი გადათვლის პროცედურებს მივსდებთ, ყველა გასაჩივრების პროცედურებს მივსდებთ. ანუ რამდენიმე ფრონტზე გიწევთ? ყველაფერს ვაკეთებ, თუ არ მჯერა, ეხლა ქალბატონი მირანდა მეხსხი არა კრებსით სახელით, რომ ეხლა მე იქ საჩივარს დავიმაყოფილეს, მაგრამ მინდა მე ეს ყველაფერი ხელში დავიჭირო, არ დაგიმოვოთ და უთხრა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, აი რა გავაკეთოთ. არ გეგონოთ, რომ ჩემი მოწოდება არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ღელვარების კიდევ უფრო სხვა მასშტაბში გადაყვანა. რას მირჩევთ? მე არ მინდა მართლაც, ხო, ერთ წარმომადგენელს მე უთხარი უცხოელი ჩვენ არაჩვეულებრივი ადამიანია და საქართველოში მუშაობს მისიით და უთხარ მე არ მინდა რომ იმ ქალაქში საიდან შემოდიხარ ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2032 წელს შევხვდეთ ერთმანეთს შემთხვევით და მე ვიყო დევნილი ამ ქვეყნიდან ეს ქვეყანა იყოს უკვე უკან წასული გიგანტური ნაბიჯებით რაღაცა რეკონსტრუირებული საბჭოთა კავშირისკენ და შანსიც კი დაკარგული მქონდეს ცივილიზაციისკენ და ეს მისი აკისრია და მოცემულობა გვაქვს ასეთი ბევრ უცხოელს საარჩევნო შედეგი არის ასეთი როგორც არის და არის საპროტესტო აქცია დაგეგმილი საითკენ წავა ეს პროცესი თქვენ თავად იღებთ თუ არა ყველაფერზე პასუხისმგებლობას რაც შეიძლება მოხდეს რატომ გეკითხებთ რომ თქვენ თავადაც პერსონალურად შეიძლება არ გამოხატავდეს თქვენი პარტიის სულისკვეთებას შეიძლება არა მე პირდაპირ გეუბნები არ ვარ მარტინ მდგომარეობაში მომისმენია თქვენს მიმართ არ ნორმალურია ვარ პარტიის პირველად მოხდა არჩეული თავმჯდომარე რომელმაც იცის ამ პარტიის დამფუძნებელი ხდება უბრალოდ კლავენ ანუ არ არის მარტივი დომა რომ მეორე მხრივ ვიცი რომ ამ ქვეყანას არ უწერია წარმატება და არ უწერია განვითარება კოალიციური მმართველობის გარეშე უბრალოდ აი ამის რომ ჯერა როგორც ამას ხედავ ხა ჭიქა წყლიცავსი ისე ვარ დარწმუნებული მინიმუმ გარდამავალ ეტაპზე ისეთ ერთპარტიული მმართველობა არის ის რაც არ ჭირდება ამ ქვეყანას გარდამავალ ეტაპზე მინიმუმ სანამ სასამართლოში რეფორმები არ ჩატარდება სანამ საჭირო რეფორმები არ გახორციელდება სხვადასხვა შორეულ გეგმებზე ხვალზე გმაზე ნომერ 2 მეორე ამოცანა და თავარი რა თქმა უნდა მოპარული არჩევნების უკან დაბრუნება ეხლა რა გზას დავადგები მე პირადად ამას არ ვმალავ. ბადამდელი არჩევნების მოთხოვნა. არასოდეს არ ყოფილა საზოგადოებაში ასეთი კლინიკაში გადაიყვანა, თქვენ ხომ არ გაჩერდებით? რა თქმა უნდა არა. ანუ მინიმუმ კლინიკაში გადაყვანა არის მოთხოვნა, მაქსიმუმ ბადამდელი არჩევნები? არა, მიხეილ სააკაშვილის უბრალოდ საიტნოჩი ვართ და ადამიანის ანუ სხვა მდგომარეობაში ხე ნახეთ რა უნდა დავждე მაშინ დაველოდო მეც მიხეილ სააკაშვილის ფატალურ ასე ვთქვათ დასასრულს როგორც ქართული ოცნების არც მეპარება ეჭვი ბევრი ადამიანი ელოდება და მე გამოვიდე და ტელევიზიით მივმართო ეს რომ მიხეილ სააკაშვილი მოკლეს და ყველანი აბა რა ხდება მე რა ხდება არაფერი გარბიან ქართული ოცნების ყველა სირცხვილით ვერ ამოვიწყდება რა ადგინდა ხახლო დავკარგავ და წლებს მე ვიცი აქ რაც მოხდება და არ მინდა ეს რომ მოხდეს იმიტომ რომ დიახაც ვალდებულიც ვარ რომ რამდენიმე ნაბიჯით წინ დავინახო ეს პროცესი და სულაც არ არის სულ ადგილო როდესაც კოალიციურ ერთობაზე და გუნდურობაზე ვსაუბრობ იმიტომ რომ როდესაც საჭირო რეფორმები გატარდება დიანა ხო და სასამართლოში მოსამართლეს უწოდეთ და პროკურორს ეხლა გეტყვით ხო ამის შემდეგ ერთპარტიულ მმართველობაზე კი ბატონო თუ ვინმე მიაღწევს 50+ ერთხმას უნდა იყოს ვერტაში არგოს რა შეიძლება ქუჩაში თქვენი აზრით ეს იქნება ოცნების ხელისუფლებისთვის ახალი არჩევნების ჩანიშნის წინაპირობა ასეთი კონსენსუსი საზოგადოებაში არასოდეს არ ყოფილა ასეთი კონსენსუსი საზოგადოებაში არჩევნები გაყავდა მხოლოდ თბილისში უფრო მეტი ხმა ავიღეთ ეხლა კოალიციამ ვიდრე მაგალითად გახსოვთ ხო 2008 წელს ლევან გაჩეჩილაძე როდესაც თბილისის სავსე იყო თბილისელები და დაცლილი ჯერ არ იყო ქალაქი და ემიგრაციაში არ იყო წასული ასეთესობით ნამდვილად მეორე ტური რომელიც ვერ მოიპოვა უდიდესი საპროტესტო აქციებით საზოგადოება უფრო მეტი ხმა ავიღეთ ახლა ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი ისეა 10% მიმატებული როგორც არაფერი ყველა დიდ ქალაქში ამიტომ არ ვერიდები გავიმეორებ როდესაც წარმომადგენლობით დემოკრატიაზე უარს გეუბნებიან და გეუბნებიან რომ არჩევნები არ ჩატარდება ის ხალხი
უნდა დაანახო ქუჩაში. უნდა დაანახო, სოფლიოსს უნდა დაანახო. არავინ არსად შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ძლავა პროტეზს ვაპირებთ. მართლა ვაპირებთ. მე უკან დამხევი არა ვარ, მოთხოვნა არის იმდენად სამართლია, როგორც არასოდეს. ფაქტებით გვაქვს დადასტურებული. ფაქტი და ბევრ ფაქტს კიდევ იხილავთ პირობას გაზეთ მათ შორის თქვენს ეთერში. მოთხოვნა არის კლინიკაში გადაყვანა. ხომ ასეა დღეს ეს მოთხოვნა იქნება აუცილებლად ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, სამართლიანი არჩევნები. დღეს ეს თქვენ არ გითქვა, თქვენ კლინიკაში გადაყვანეთ. ეს არის ახლა მთავარი უბრალოდ ხვალ უნდა გამართულიყო 5 ქალაქში ერთდროულად აქცია. ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისში, ზუგდიდში. გეგმა იყო ასეთი. ნამდვილად. შევცვალე ეს გეგმა. და ხვალ კონცენტრაციას ვახდეთ რუსთავის ციხესთან. მაგრამ აქ იქნება სრული მობილიზაცია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. 10ჯერ და 15ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე რაც კი დაიწყო იქ აქციები ყოფილა. და ეს უნდა იყოს გამამთხილებელი, ხა, ჩვენ ადამიანობას მოვითხოთ ქართული ოცნების მხრიდან. ადამიანო ნაბიჯს ვთხოვ და არა პოლიტიკურად გამართულ ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ რომ ბატონო, თქვენ და სააკაშვილის გეგმები, პოლიტიკური გეგმები არის ერთი და იგივე? რა თქმა უნდა, მე მგონი თქვენიც და ოპერატორიცაც და რა არის ეს გეგმა, რომ ამ ქვეყანაში მართლა არჩევნები ჩატარდა, მოიპარეს ლიანა, აი არასოდეს ესეც ხათად არ ყოფილა, აი კრისტალურად ნათელია მოცემულა მოიპარეს. ესე იგი, პასპორტების ჩამორთმევა, ნუ როგორი ტრადიციად იქცა, იცით ამ ბათუმი და ქუთაისი ვფიქრობ ამის ყველაზე ცხადი ნიშანია. არ შეუძლია ყველა ადამიანს საკუთარი თავის დაცვა, არ შეუძლია. ნუ მოთხოვ ყველა 23 და 24 ძალიან ბევრი გახსენებთ სხვადასხვა მედიაში მინახავს ფრაგმენტი თქვენი წინასაარჩევნო პრესკონფერენციიდან, სადაც ამბობდით, რომ არის რაღაც მარჟა, რომლის იქეთ ვერ აყალბებენ და რომ ვერ გაყალბდება და თავარია. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. ერთის ხრივ, ანუ შეაკავეს ადამიანები არჩევნებზე წასვლისკენ, ნუ ფულის შეაზე აღარ არის საუბარი პირდაპირ გეუბნებით. ეს უკვე კიდევ სხვა საკითხია. რა ფულს, აი პირდაპირ გეუბნებით ადამიანებს უბრალოდ ან აძალებდნენ, ეს უნდა ითქვას სიმართლე, აძალებდნენ რომ პასპორტი მათთვის მიეცათ, დაელომბარდებიათ, ან ილომბარდებდნენ პასპორტს. ფულს ზალდატანებით ვიღაცას ფულს აძებდნენ, უნდა ითქვას. კი ბატონო, როცა დიდი ფული არის, შავი დიდი ფული და იქ მუხარაც ახლავს თან, უამრავი 1000 პასპორტი, ბევრი პასპორტი ჩამოართვეს. გუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემა ტყეპა იყო გამართული ყველგან არ მუშაობს. ტიპის სხვაობა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაუჯობესეთ ტიპის სხვაობა, თქვენ არც გიცდიათ და არ გიფიქრიათ, რომ გეღიარებინათ კალაძის. არა, იმიტომ თქვენ გონიათ ის თუდაც ის კვლევა რატო არ ატარებდნენ იმ კვლევებს, პარტიულ კვლევებს, ეხლა რატო იყო ბატონი კალაძე და მისი გუნდი უბრალოდ საქციელად დაკარგული განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. იცოდნენ რა მდგომარეობაში იყვნენ. საოცრად თქვენ გონიათ ნაკლები იკადრეს თბილისში, რაც იკადრეს, უბრალოდ თბილისში 760 უბანი არის. ეხლა შეუძლებელი არის. თბილისის კონტროლი შეუძლებელი არის. ეხლა შენ 100-მდე უბანი არის მოგებული ჩვენის მხრიდან, ხო? ეხლა შეუძლებელია სადა დედამიწა სხვაობა ფიქსირდებოდეს. ნუ აი კარუსელებს მართლა ავტომატს ხო არ გამოიტანე დღეს და ამ მოკრიმინალო ელემენტებს ხო არ დაუშვებ არჩევნების დღეს, იმიტომ რომ პოლიციელი გვერდით უდგას, როდესაც ასაჩივრებ და პრეტენზიას უყენებ და ეუბნები რომ წესები დააყარო პოლიციელი რომ შევაჯამოთ წარმომადგენელს როდესაც გიგდებს და მე ამ უბანში რჩება მხოლოდ ქართული ოცნება რასაც სოლო გასმებს ახორციელება მე ეს არის ყარჩენები და ამ ყველაფერზე ვადასტურებ ჩვენ გასული მე ხარ გეტყვით ალბათ გასული წლიდან მე პირადად გამოვიტანე მაგალითები გდანში როდესაც არჩევნები დასრულდა და ის გააკეთეს და შაშა გდანში და დვანიში იკადრეს ისაც იკადრეს წელს ყველგან იკადრეს პრაქტიკულად ჩავნიშნეთ 1 ნოემბერს მომდევნო დღეს აქცია და იქ თქვით რომ ბოიკოტი პარლამენტს და სამაჯურიც იქ მოიხსენოს დღემდე დიახა ჩვენს უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებთან საუბარი მაქვს იცით რა ისინი მეუბნებიან რომ თქვენ არ მოგვეცით შესაძლებლობა რომ სიტუაციაში გავყრეულიყავით თქვენი ინსტინქტი ყველა არჩევნების შემდეგ არის ბოიკოტი და აქცია და აღმრჩეველი ვერ ხვდება რომელია ის არჩევნები მართლა რომ გაყალბდა და თვითონ რომ გაყალბდა ახლა მიუხედავად იმისა რომ ნათელზე ნათელია რა მოხდა არ ყველა პროცედურა მინდა ამოვწურო და კი ბატონო მე იქნება
მართალი ბრძოლა გამართული სხვადასხვა მტკიცება მშვიდობიანი გზებით. ამას ანონსში ჩამითვალეთ, გინდათ ქართულ ოცნებამ მუქარად მიიღოს. უბრალოდ სხვა ნაერად მე არ უნდა ვიქცეოდე, რომელმაც და არა მარტო რომელმაც ვიცით, ვადასტურებთ კონკრეტული ფაქტებით რა მოხდა. კი ბატონო, ეს იქნება მშვიდობიანი ფართომასშტაბიანი პროტესტი. ძალიან მწვავე მშვიდობიანი, ძალიან მწვავე შედეგზე ორიენტირებული. ნუ არ გავდივართ. ძალიან მწვავე ნიშნავს პიკეტირებას, ბლოკირებას. ძალიან მწვავე ნიშნავს ხელისუფლება გახდეს იძულებული რეალობას გაუსწოროს თვალი. სხვა, იცით რა, როდესაც მე კითხვას მისმევენ, რომ იცით რა, საპროტესტო აქციებს უნდა მიიღო ხელი, იქვე უტრიალებ ყოველთვის შეკითხვას. რა გავაკეთო, ბელორუსიად ქცევაში ამ ქვეყნისა ხელი შეუწყო, არ გავაპროტესტო, როდესაც ვიცით რაც მოხდა, ხახდო, ვიცით რაც გააკეთეს და თუ ჩვენ გვინდა რომ ხელისუფლებაზე მივცეთ იმის შესაძლებლობა რომ რწმენა დაიკარგოს ყველა ადამიანს არჩევნების შესაძლებელია ეს ხელისუფლება ოდესმე შეიცვალოს ხო მაშინ წავიდეთ სახლებში და თოხები და ბარები დავლესოთ და დაველოდოთ ეხლა ხელისუფლება როდის დაუშვებს ძიმე ჩესნობას და მერე გამოვარდეთ არა ვითარ შემთხვევაში დიახაც დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები დემოკრატია არის ქუჩაში მღელვარება და არის ჩემის აზრით ახლა სწორი ერთ-ერთი და არაერთადერთი სწორი გზა რომელსაც მე პირადად ძალიან ბევრ კოლეგასთან ერთად და უამრავ ადამიანთან ერთად დავადგები არ უმალავ და შედეგსაც აუცილებლად ეს ბრძოლა კი ბატონო ბოლო კითხვა არის ასეთი იუსტიციის მინისტრი საუბრობდა ერთ-ერთი ეს ბრძოლა ესეა ბევრი ადამიანი ბოდიში ძალიან ბევრი ადამიანი დღეს არის მოლოდინის რეჟიმში რაც გააკეთებს ოპოზიცია. მათ შორის საჯარო მოხელეები არ დაგიმალოთ. აი დღეს 16 მოსამართლემ ხო გაბედა და რეალურად მურუსიძეებს არ დაეთანხმა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო ეს. და ამიჯერეთ სიმტკიცე, როდესაც ჩანს თუნდაც ყველაზე აქტიური საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბევრი ადამიანი, ვისაც პირველივე დღეს გმირობას ვერ მოთხოვ, ხო? აუცილებლად აყვება სიმართლეს და ეს პროცესი ამიტომაც არ უნდა გავაჩეროთ და გავაჩეროთ. იუსტიციის მინისტრმა თქვა ცოტა ხნის წინ, რომ ის იღებს წვენებს, ფაფებს და სასამართლო ჩატარდება რუსთავის ციხეში ჩვენი რეკომენდაციით 10 ნოემბერს, რაც ნიშნავს როგორც მინიმუმ რომ 10 ნოემბრამდე ის იქნება რუსთავის ციხეში და მას არ გადაიყვანენ და ასევე ის ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია და პარამეტრები ნორმაშია, ეს მისი განცხადება იყო რაზე დაყრდნობით რაიმე იქნება თუ არა პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნება თუ არა არ ვიცით მაგრამ პერსონალური ინფორმაცია მათ გამოუქვეყნებიათ და მე მეწუნეთ ისინი არ არიან არც კანონმორჩილი ადამიანები და არც რომელიმე რეგულაციას ექვემდებარებიან რა არ გამოუქვეყნეს ერთხელ პირველად წნევისა და პარამეტრების იმ კონკრეტული დღის გასაგებია რასაც კადრულობენ ხო პროპაგანდა თავიდან ბოლომდე მუშაობს პატიმრის და არა მხოლოდ პატიმრის ნებისმიერი ოპოზიციურად გაწყობილი მოქალაქის დისკრედიტაციისთვის, მაგრამ სისულელეა და აქ ვატყობ რამდენად აცნებლებია რეალობას. პროპაგანდას აღარ აქვს მოჭიდება. არ აქვს მოჭიდება, იცით რა, აი 2000 რომელი წელი იყო მაგალითად 2014 იყო ახალი გამოჩენილი ვიყავი ამ პოლიტიკურ ბაზაზე და შემომხედეს ახლა მერობის კანდიდატი იყავი მაშინ. ახლა მე და ბატონი ნარმა შემომხედეს ახლა ამათვალიერეს, დამათვალიერეს და პროპაგანდაზე რა იარლეკი უნდა მიეწევება, იფიქრეს და მოდი დავარქვათო ზონდერიო და სოციალურ ქსელში მთელი ქართული ოცნების ეს პროპაგანდა აკაკოს ზონდერი, და ადამიანი არც ვალ 2008 წელს ოპოზიციისთვის ხმამიცემული საბრხო ამათ ასე თქვა და როგორც გავიგე ამას წინათ ერთად ვდგარვართ შეიძლება არ ვიცნობთ ეხლა იკონდრომის აქცია ხო ეხლა ან რა საკადრებდნენ კაც ეხლა 74 წლის კაც ზუგდიდში ან ნებისმიერი კანდიდატი აიღეთ რომელიც იყო მსხვერპლი პროპაგანდის და მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილი მოშიმშელი ადამიანი 25 დღის განმავლობაში იყო მუდმივი პერმანენტული პროპაგანდისტული შეტევების ობიექტი ხო კი ბატონო გაასაჯარო ყველაფერი ჩვენც ეს არ გვინდა გაასაჯარო
ადამიანს არ აძლევენ სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობას, ხალხო ვიჯექი იქ ვიყავი იმ საკანში პატიმარი ვიყავი და მქონდა უფლება 45 წუთი გავსულიყავი და ჩაგვიწერია ინტერვიუ. აილო, მე თქვა როგორ ძანდები. გესულია წარმოუდგენელი, იმიტომ რომ რომელ მოწმეებზე ზეწოლაზეა საუბარი, როცა 9 წელი ყოველდღე ეთერში იყო ყველა სატელეფონო და საკომუნიკაციო საშუალება. 45 წუთი აქვს პატიმარს იმისი უფლება, რატო არ ეძება შესაძლებლობა. სასამართლო დღემდე რატო არ დაუნიშნეს? არ ვიცი, აქციები რატო მოუწყვეთ იქ? მოკლედ ერთი სიტყვით. მადლობა. ქართული ოცნება, რაც უფრო მალე მიხვდებით, რომ რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. დედაქალაქშიც და არა მხოლოდ დედაქალაქში და გაუსწორებთ თვალს ამ რეალობას და შეცდომაში, პირველ შეცდომაში, უფრო დანაშაულში არ გაჯიუტდებით, კარგი იქნება. ნამდვილად კარგი იქნება ამ ქვეყნის მომავლისთვის. მადლობა. ჩვენ უკვე დამხევები არა ვართ, როგორც გინდა ისე გაიგეთ, ვერც ციხით, ვერც პატიმრობით, ვერც ცემოთ. აგერ გეტყვით ახლა, მეტი ამაზე მეტი ტკიცებულება რა სად ვცხოვრობთ. პირდაპირ ეთერში ვიყავ, ვაძლევდი მათ შორის თქვენს ტელეკომპანიას. ნახეთ ჩვენ თავში ხელის წამოწყმას. სად არის ის ბატონი? ხორგუნეთო დააკავეს. ეხლა წარმოგიდგენიათ ადამიანები დღესაც გიორგი მუმლაძე და რამდენიმე ადამიანი ზუგდიდში შელაპარაკების გამო ზუგდიდის თვითგამოცხადებულ მერთან, რომელსაც მე ასე უწოდებ და არა მარტო მას. ხო, ციხეში ყავთ. ეხლა წარმოგიდგენიათ, ეხლა ამაზე მეტი დანაშაული პირდაპირ ეთერში, როდესაც ფიზიკურად უსწორდები ადამიანს, ეს ყველაფერი იცი. რეაგირებ, რატო რეაგირებ? ვიცი, არ რეაგირებ. ნიკა გიგულავა ყავს თქვენ შემდეგ. მადლობა ნიკა მელიას.